დასავლეთ საქართველოს ისევ სტიქიას ებრძვის აჭარის მაღალმთიან რაიონებში დიდ თოვლობაა, ძლიერი წვიმის გამო პრობლემები შეექმნა ბათუმსაც. დაიწყო საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია გურიაშიც. დავით ქაშიაშვილს ხვთავთ პირდაპირ ეთერში. დავით, რა ვითარება ამ დროისთვის რეგიონებში? Აჩეხება ბათუმს, ქეთი ამ დროისთვის წვიმა გაძლიერდა, შესაბამისად საფრთხე იმისა, რომ სახლები ისევ დაიტბოროს და გზებზე ავტომანქანების შეზღუდვა დაწესდეს არსებობს, თუმცა წუხანდელი წვიმის შემდეგ ეს პრობლემა აღმოფხვრილი იყო, დამეწყილი ადგილები ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა გაწმინდეს. ერთადერთი პრობლემა, რომელიც ამ დროისთვის რჩება, ისევ არის მაღალმთიანი აჭარა, სადაც დიდ თოვლობაა. მაღალმთიანი აჭარის სოფლებში თოვლისგან გზები ამ დრომდე იწმინდება. ხულოში თოვლის საფარი უკვე 30 სანტიმეტრს აღწევს. თოვლმა, რომელსაც ღამით ქარბუქით ახლდა, პრობლემები გოდერძის უღელტეხილზე შექმნა. ავტომობილების გადაადგილება გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია. ცენტრალური საავტომობილო გზა ახალციხის მიმართულებით გოდერძის მარშრუტზე შეწყვეტილია ცუდი ამინდის გამო, რაც შეეხება შიდა სასოფლო გზებს. ამჟამად მოძრაობა სამარშრუტო ხაზის აღდგენილია. უკვე აღდგენილია მოძრაობა ჩაქვე-მახინჯაურის საავტომობილო გზაზე. გვირაბთან ჩამოწოლილი მეწყერის გამო გადაადგილება 5 საათის განმავლობაში შეუძლებელი იყო. გაწმენდითი სამუშაოების დასრულებამდე მძღოლები შემოვლითი გზით სარგებლობდნენ. დაუყოვნებლივ მოხდა ყველა სახის ტექნიკის მობილიზება, ადგილზე იყო მობილიზებული სრულიად როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი წარმომადგენლები. კოორდინირებული მუშაობის შედეგად რამოდენიმე საათში მოძრაობა უკვე გზის მონაკვეთზე სრულად იქნა აღდგენილი. გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება ქალაქ ოზურგეთში წმინდა გიორგის ქუჩაზე. გზაზე მეწყერის ჩამოწოლისა და ძლიერი წვიმის გამო მოძრაობა ამ დრომდე შეზღუდულია. სოფელ ნაგომარში კი ორსართულიანი სახლის ფასადის ჩამონგრევის შედეგად უსახლკაროდ დარჩა ერთი ოჯახი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ვითარებას ადგილზე გეოლოგები შეისწავლიან. მეწყერსაში ზონები ძალიან ბევრია ჩვენთან, შესაბამისად ძველი მეწყერები და ახლებმაც იჩინა უკვე თავი. და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. გარემოს ცეკვების სააგენტოს გეოლოგ სპეციალისტები ადგილზე მუშაობენ, უშინაც და დღევანდელ დღესაც ადგილზე არიან. შემუშავებული იქნება დამცავი რეკომენდაციები შესაბამის ღონისძიების გასტარებლად. 7000-მდე აბონენტი ენერგოპრო ჯორჯიას ინფორმაციით აჭარასა და გურიაში უშუქოდაა დარჩენილი. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ხულოს რაიონს, შუახევის მცირე ნაწილს და ოზურგეთის 4 სოფელს. ადიდებულმა წყალმა გურიაში ელექტროენერგიის გადამცემი ხაზი მერია წაიღო, რის გამოც ერთდროულად 5000 აბონენტი გაითიშა. კომპანია ენერგოპრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ენერგოპრო ჯორჯიამ უკვე დაიწყო ახალი ალტერნატიული ხაზის მშენებლობა, რომელიც დღესვე დასრულდება და დღესვე მიეწოდება ელექტროენერგია ოზურგეთის რაიონის იმ 4 სოფელს, რომელიც სტიქიის გამოა გათიშული. ენერგოპრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური აქტიურად განაგრძობს მუშაობას ზემო აჭარაში. დღის განმავლობაში აქაც ეტაპობრივად მოხდება დენის მიწოდების აღდგენა. გოდერძის უღელტეხილის გარდა საქართველოს ყველა ცენტრალურ მაგისტრალსა და უღელტეხილზე ამ დროისთვის მოძრაობა თავისუფალია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით სტიქიის ადგილებში მობილიზებულია ტექნიკა და შესაბამისი სამსახურების საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. საპანიკო სიტუაცია მდგომარეობა მუნიციპალიტეტებში არ არსებობს. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის სრულად ყოფნაში თითოეულ რეგიონში ჩავიდეს და განახორციელოს შესაბამისი აღდგენითი გაწმენდითი სამუშაოები. რა ზარალი მიადგა სტიქიის შედეგად დაზარალებულ რეგიონებს ცნობილი არ არის მისი დათვლა, დღეიდან უნდა დაიწყოს. როგორც მოგახსენეთ, მაღალმთიან აჭარაში პრობლემები შექმნა დიდ თოვლობამ და ამ დროისთვის მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტში აცხადებენ. ეს პრობლემა სავარაუდოდ დღის ბოლოსთვის მოგვარდება. რაც შეეხება გურიას, გურიაში რჩება დამეწყრილი ზონები, რომლებიც ამ დროისთვის შეიძლება ითქვას, რომ მეწყერს აშიშია, თუმცა ადგილზე სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში 5215 აბონენტია ამ მომენტისათვის ძაბვის გარეშე, შუახევში 4119 და ქედაში დაახლოებით 1500-მდე აბონენტი. ჩვენ მინიმუმ ქედის და შუახევის პროცესირებას ველოდებით და ხულოს ნაწილი გავრჩება მაღალმთიანი სოფლები. ასევე გამორთულია ჩაქვისა და ჩაისხმის სათავე ნაგებობები, მინდა გითხრათ და ძველი ქსელის აბონენტებს არ მიეწოდება წყალი.იდან გამომდინარე, რომ მეწყერსაში ზონები ძალიან ბევრია ჩვენთან, შესაბამისად ძველი მეწყერების და ახლებმაც იჩინა უკვე თავი. სოფელ გურიანთის ტერიტორიაზე მაღალი გადამცემი ანძა 25 კილოვოლტიანი გამოუთხარა წყალმა ძირდა, შესაბამისად რამოდენიმე სოფელში შეექმნა პრობლემა ამ კუთხით.
მაგრამ მიმდინარეობს სამუშაოები და რამოდენიმე დღეში ეს პრობლემებიც მოგვარდება. სტიქიის ზონაში იმყოფებიან გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგები, რომლებიც ადგილზე დააკვირდებიან მოქმედებას. რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას, სადაც თითოეულობამ შექმნა პრობლემები, უშუალოდ ადგილიდან რეპორტაჟ შემოგთავაზეთ მომდევნო გამოშვებაში. მადლობ დავით ქაშიაშვილი ბათუმიდან საუბრობდა პირდაპირ ეთერში.